საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ მთავარ წესზე მიშა სესიაშვილთან ერთად. გამნაღმველები და სამართალდამცველები მუშაობდნენ ცოტა ხნის წინ გორში. ანწუხელიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა ხელყუმბარა იპოვეს და დახმარება 112-ში ითხოვეს. რამდენიმე საათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ტერიტორიიდან ამოღებული არის ასაფეთქებელი საშუალება. წინასწარი ინფორმაციით ხელყუმბარა სასწავლო დანიშნულების იყო. ფაქტთან დაკავშირებით ჩინაგა საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ნაღმიაუდა რა ნაღმია რა არის წარმოდგენა არა მაქვს. ვიღაცას უპოვი არც ეგ არ ვიცი ვინ იპოვა რა ვიცი. და დაურეკიათ მე პატრულისთვისა. პატრულმა რო შეხედა გამნაღმელებთან აქტ დაკავშირება ალბათ არ მოვლენო და გამოძიებელი ვინც არის ამობნისა შევეკითხე და მოვლენო. ეგ რა ფეთქრის რა ხერი დაგვიყრება. ესეთი ოთახი და ესეც რომ დამიგრე სად წავიდე მე. სად დავიცინო. ჯერ ამაღამაც ვერ შევალ სახში. რა გავაკეთო? არ ვიცი გენაცვალე, აი ამ წუთში გამოვედი ოთახიდან და მეც მაინტერესებს რა ხდება და არაფერი არ ვიცი, ნამდვილად არაფერი. ბომბი არის დადებული იმ ტერიტორიაზეო, აი მეზობელმა გადმომახედა. ძალიან ნერვიულობ ბავშვებო, ძალიან. ეს არ მოიტანს კარგ ამბავს. ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას დღეს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთეს მხატვრებმა. მანამდე კი გვარამიას პოლიტიკური პატიმრობის დასრულება პედაგოგებმა და მეცნიერებმა მოითხოვეს. ყველა, ვინც ნიკას თავისუფლების მოძრაობას უერთდება, მიიჩნევს, რომ მისი პოლიტიკური პატიმრობა საქართველოს ევროპული ამბიციებისთვის კატასტროფული შედეგების მომტანია. სწორედ ამიტომ მოძრაობა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტს გვარამიას შეწყალების წინადადებით მიმართავს. თათია წოწონავა მოგვიყვება უფრო ცვლად დღევანდელი ღონისძიებების შესახებ. ნამდვილად ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას ამჯერად უერთდებიან მხატვრები, ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები და არავინ არ მიგვიღებს ჩვენ ევროკავშირში, როდესაც ციხეში ზიან ადამიანები პოლიტიკური მოტივით. შესაბამისად დღეს მხატვრები სიმბოლურად მთავარი არხის ეზოში შეიკრიბნენ და გააკეთეს განცხადება. მათი მიმართვის მთავარი ადრესატი ბუნებრივია არის სალომე ზურაბიშვილი. ზოგადად ყველასი, ვინც ფიქრობს, რომ ნიკა გვარამია უნდა გათავისუფლდეს, მათი მიმართვის ადრესატი არის საქართველოს პრეზიდენტი, ვინაიდან ქვეყანაში სხვა ინსტანცია აღარ დარჩა, რომელიც ასე თუ ისე დამოუკიდებლობას ასხივებს. შესაბამისად ახლა აქვს სალომე ზურაბიშვილს ძალიან დიდი შანსი, რომ ევროინტეგრაციის პროცესში გადადგას მისი ნაბიჯი და მისი როლი ითამაშოს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის შეასრულოს 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი პუნქტი, ეს არის მე-7 პუნქტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ნიკა გვარამიას და ეს ძალიან კარგად იცის სალომე ზურაბიშვილმა. შესაბამისად მხატვრების მიმართვის მთავარი ადრესატიც არის სწორედ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი. დღეს როგორც გითხარით ისინი სიმბოლურად შეიკრიბნენ მთავარი არხის ეზოში, მათ შორის ვერ იყვნენ ფიზიკური ასე ვთქვათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ილია ზაუტაშვილი, მიხეილ გოგრიჭიანი და ნიკო ლომაშვილი, რომლებსაც ბუნებრივია სურდათ რომ დღეს ყოფილიყვნენ მათი კოლეგების გვერდით, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო როგორც გითხარით დღეს ვერ მოვიდნენ. ნიკა უნდა იყოს გარეთ, აუცილებლად ასე არ არის მხატვრებმა. თავისუფლება ნიკა გვარამიას. თავისუფლება მას. თავისუფლება. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ თქვით, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. და თუ ჩვენი ქვეყნის მომავალია ევროპაში, თავისუფალი სიტყვა თავისუფალი სიტყვა ნიკა გვარამია არის ჩემთვის თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი სიტყვა არის დატყვევებული საქართველოში. და მე მაშინ დავიჯერებ ქალბატონო პრეზიდენტო თქვენს ნათქვამს თუ ამ ადამიანის გათავისუფლება მოხდება. ეს არის საქართველოა დღეს დაკავებული. თავისუფლებას არ შეიძლება შეზღუდული ვიყოთ რაღაცაში, იმიტომ თუ ეს გზა გვინდა მართლა დემოკრატია, რასაც ქვია, ხო? ევროპისკენ ხო ვამბობთ, რომ გვინდა, მართლა გვინდა თუ არა, ეგ საკითხი დგას. თუ ეს ტყუილი ლაპარაკია. და ამიტომ მე მგონი თუ ეხლა მე კი ვიცი რომ ხალხს უნდა, მაგრამ ეხლა მთავრობა რას იზავს, ხო? რა ნაბიჯებს გადააგვას მაგისტრის. წლების განმავლობაში ისინი ითხოვდნენ წინა ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას. ჩვენ უკვე ეხლა ვითხოვთ ბოდიშის მოხდას ჩვენი შეურაცხყოფისათვის, ჩვენი ახალგაზრდების შეურაცხყოფისათვის, ქვეყნის შეურაცხყოფისათვის, იმიტომ რომ საქართველო არ იმსახურებს მსგავს დამოკიდებულებას, მით უმეტეს რიგითი ქართველები, ნიკაც, პრეზიდენტიც არ იმსახურებენ ესეთ დამოკიდებულებას. იმისთვის რომ კაც სხვა აზრი აქვს, იმის დაჭერა აჯობე პირდაპირ პოლემიკაში, აჯობე დებატებში. ხო, როგორც ამბობენ, ხო იმარჯვებენ არჩევნებში.
Რაღა პრობლემაა, ვერ გავიგე. Რომ ეს ადამიანი გარეთ იყოს და თავის სიტყვა თქვას. შესაძლებელი ამ ადამიანს რა სჭირს კაცო სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია და ბოლოს და ბოლოს აი ესეთი ღია გახსნილი გონების ადამიანი და ასეთი მართლაც შემოქმედებითი უნარით სავსე პატრიოტი ადამიანი ბევრი არ მეგულება მე საქართველოში. ასე რომ რეალურად თუ მართ ამ ადამიანს ამ ქალს რაიმე მაინც ქართული პატრიოტული და მართლა ღირსეული შერჩენა და მართლაც დასავლური ორიენტაციაც არის რა თქმა უნდა მის ხელიდან იგი თავისუფლებას უნდა იღირსოს და გამოვიდეს გარე და მართა ჭირდება იგი საქართველოს აი ჩვენ მხატვრებმა ესეთი ერთი შეხედვით ჩაკეტილი საკუთარ თავში ჩაბრუნებული ხალხი რომ გამოდიორ და რაღაცას ვამბობთ ეს განსაკუთრებულობის ნიშანია უბრალოდ მდგომარეობის აზღში ვართ ნიკას თავისუფლების მოძრაობას მხატვრებთან ერთად უერთდებიან მწერლები, ლიტერატორები, იურისტები, მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და ყველა თანხმდება ერთზე და მთავარზე რომ საქართველოს არ უნდა ყავდეს პოლიტიკური პატიმრები და ნიკა გვარამია არის ცალსახად პოლიტიკური ანგარიშტორების მსხვერპლი. მადლობთ თათია წოწონავა იყო. მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში პოლონელი ექიმები მოინახულებენ. ინფორმაციას პოლონელი ჟურნალისტი იოზეფ ჟოზუიაკი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა მესამე პრეზიდენტის ოჯახისთვის უცნობია, გასცა თუ არა იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი ნებართვა. აღსანიშნავია, რომ რატი ბრეგაძის უწყებისგან პასუხს სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახი თითქმის 2 კვირა ელოდებიან. ჟოზუიაკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემთხვევა ევროპარლამენტში გამართულ მოსმენას საქართველოს შესახებ, სადაც ასევე ისაუბრეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე. ირაკლი ბახტაძე გვერდება ამ თემით ახლა ეთერში. ირაკლი, რა ინფორმაცია აქვს სააკაშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატებს ამ ვერსიასთან დაკავშირებით? ეშა თავდაპირველად დავიწყებ იმით, რომ პოლონელი ჟურნალისტის მიერ გავრცელებული განცხადების შემდგომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტროს განცხადება, რომელსაც ახლა მე პირდაპირ ეთერში წავიკითხავ. პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმებმა, რომლებიც დააკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობას მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა ვივამეთში, სადაც ამჟამად მსჯავრდებულის სააკაშვილი იმყოფება. როგორც გითხარით, რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ეს განცხადება იუსტიციის სამინისტრომ და აქ ხაზგასმით წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ იუსტიციის სამინისტრო არ გეგმავს და იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ჩამოვლენ პოლონელი ექიმები, რომლებიც მოინახულებენ მიხეილ სააკაშვილს, არ აქვს მნიშვნელობა რა დასკვნას დადებენ მედიკოსები, ის მაინც მკურნალობას კლინიკა ვივამეთში გააგრძელებს. ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა რატი ბრეგაძის უწყება, მას შემდეგ რაც პოლონელმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ რამდენიმე დღეში ჩამოვიდოდნენ საქართველოში პოლონელი მედიკოსები, რომლებიც მოინახულებდნენ სააკაშვილს კლინიკა ვივამეთში. დღეს მთელი დღის განმავლობაში მთავარი არხი უკავშირდებოდა იუსტიციის სამინისტროს, თუმცა ისინი ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ და როგორც გითხარით, რამდენიმე წუთის წინ გაავრცელდა ეს განცხადება. თავად მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს და გიული ავასანიას ამ დრომდე არ ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რადგან იუსტიციის სამინისტრო არ აწვდიდა მიხეილ სააკაშვილის ოჯახს იმ ინფორმაციას, ნამდვილად მისცეს თუ არა პოლონელ მედიკოსებს იმის შესაძლებლობა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოინახულებინათ კლინიკაში. როგორც ჩანს, რამდენიმე დღეში ნამდვილად პოლონელი მედიკოსები იქნებიან საქართველოში და მოინახულებენ მესამე პრეზიდენტს და ამის შემდგომ გახდება უფრო მეტი დეტალი ცნობილი თუ რა შეფასებას გააკეთებენ მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გამახარა იმ ფაქტმა, რომ აი პოლონელი ექიმები გამოთქვამენ სურვილს, რომ აი მოინახულონ და რა თქმა უნდა ერთი მათი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მე ვფიქრობ ეს გადამწყვეტი იქნება. დრო გვაქვს ძალიან ცოტა, სულ უკვე რამდენი ხანია მაგას ვამბობთ, რომ დრო გვაქვს ცოტა და რაც ყველაფერი რაც უფრო სწრაფად მოხდება ჯობია. ჩემ შულთან დაკავშირებით ყველაფერი უნდა სწრაფად ხდებოდეს. გავრცელდა ეს ინფორმაცია, თუმცა იმდენად დაბალი არის ნდობა ხელისუფლების მიმართ, ჩვენ სანამ ოფიციალურ დოკუმენტს არ ვნახავთ და სანამ არ დავინახავ საერთოდ ჩამოვიდნენ ეს ადამიანები და მივიდნენ კლინიკა ვივამეთთან, მანამ ამ განცხადების საკითხის დადასტურებისგან მე პირადად თავ შევიკავე. ვნახოთ იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება დათანხმდება, გაიცემა მსგავსი ტიპის ნებართვა, შეამოწმებენ პოლონელი ექიმები და ამის მერე დაველოდებით პოლონელი ექიმების დასმულ დიაგნოზებს და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს. სანამ პოლონელი მედიკოსები საქართველოში ჩამოვლენ, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, კვირის ბოლოს მიხეილ სააკაშვილის კლინიკა ვივამეთში მოინახულებს ახალი სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ეს იქნება პირველი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან ომბუდსმენის რანგში ლევან იოსელიანის და ბუნებრივია მნიშვნელოვანია თუ რა სიტყვის ლევან იოსელიანი როგორ შეაფასებს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ირაკლი ბახტაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.
პუტინის ბრძანებით ციხეში მოთავსებული და მოწამლული სააკაშვილი არ უნდა მოკვდეს. მსოფლიო მას უნდა დაეხმაროს, დრო იწურება. მესამე პრეზიდენტის შესახებ ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი და მწერალი ბერნარ ანრი ლევი ჟურნალ ტაიმსში წერს. მან სააკაშვილისგან მიიღო წერილი, რომელშიც კიდევ ერთხელ საუბარია იმაზე, რომ ის მოწამლეს და ყოველდღიურად მისი ჯანმრთელობა უარესდება. ანრი ლევი მესამე პრეზიდენტს ნავალნის, ხადარკოვსკისა და პუტინის სხვა პატიმრებს ადარებს. წერს, რომ სააკაშვილმა იცოდა თუ რა ელოდა სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მაგრამ მაინც გადაწყვიტა პირისპირ შეხვედროდა თავის ბედს. ნუ თუ ეს ხალხი მართლაც უმწეოა კრემლის ტერორისტის ურყევინების წინაშე, კითხულობს ბერნარ ლევი, რომლის წერილიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟურნალ ტაიმსში გამოქვეყნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1000 ლარით დააჯარიმა 7 პირი პარლამენტის შენობიდან დროშის ჩამოხსნის გამო. ვიდეო კადრების გასაშიფრად და სამართალდამრღვევების მოსაძებნად პოლიციას 2 დღე დასჭირდა. თუმცა რომ არა საზოგადოების მხრიდან წნეხი და მოთხოვნა სავარაუდოდ არც ეს მოხდებოდა. სამირა ბაირამოვა, სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პრორუსული ალტინფოს მხრიდან მუქარის მსხვერპლი ზუსტად 1 წლის წინ გახდა, აცხადებს, რომ რუსთაველზე გამოსულ ადამიანებს შორის ასევე ამოიცნო ის პირი, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ გამოძიებას იგივე პირი იდენტიფიცირებულიც კი არ ჰყავს მისი სახლის ფარგლებში და სამართალდამცველებს უბრალოდ არ სრულყოფილი გამოძიების ჩატარება. ამ ფაქტთან დაკავშირებით შევიტანე საჩივარი მარნიულის პოლიციაში. დღეს Facebook-მა მემორემ რომ გამახსენა შაშანდელი მოვლენები და ასე რომ უყურებდი ბუშნიცინდელი ლაივს და შემთხვევით ნახე რომ ეს ერთბეგივე ადამიანი არის, რომელიც 1 წელი არის ვერ მოახდინა ამ ადამიანების იდენტიფიკაციას. ეს კონკრეტული მათი ქცევა და ეს ქმედება კიდე საშუალებას აძლევს მეორე ადამიანის, რომ იგივე დანაშაული ჩაიდინეს. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება გასცდა ლეგიტიმაციის ფარგლებს და საჭიროა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება. განცხადებას ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი აკეთებს და ინიციატივით გამოდის შეიქმნას ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭო. გიორგი მარგველაშვილის აზრით პოლიტიკურმა ძალებმა აქედანვე უნდა დაიწყონ მზადება და მოსახლეობასთან კომუნიკაციის ერთიანი სტრატეგიაც ჩამოაყალიბონ. მარგველაშვილის პოზიციით ხელისუფლების ოპონენტებმა სასწრაფოდ უნდა შესთავაზონ მოქალაქეებს ალტერნატივა ქართული ოცნების ხელისუფლებას. და მზად არის ამ პროცესში პირადადაც ჩაერთოს და კოორდინაცია გაუწიოს ამ პროცესს. წინადადებას ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიესალმება. ქართული ოცნება კი პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობად მიიჩნევს და ყოფილი პრეზიდენტისგან აკადემიურ ნაბიჯებს ელოდება. როგორც ქართული საზოგადოების ფართე ჯგუფებმა, ასევე ჩვენმა პარტნიორებმა თვალნათლივ დაინახეს ის, რასაც პოლიტიკოსები ხედავდით მანამდეც, რომ ქართული ოცნება, ხედავდით, ამბობდით მანამდეც, რომ ქართული ოცნება არის თავიდან ბოლომდე რუსეთის ხელისუფლების დღის წესრიგით მოქმედი ჯგუფი. იქიდან გამომდინარე მარტივი არის, რომ პოლიტიკური მიზანი არის რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები, იმისთვის, რომ ეს მოხდეს, მთავარი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ვაჩვენოთ ქართულ საზოგადოებას, ჩვენ პარტნიორებს, რა მოდელით, რა ფორმატით მოხდება მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარება და რომ ეს არ გამოიწვევს არავითარ დაძაბულობას, არავითარ არეულობას, ყოველთვის ვინარჩუნებდი ურთიერთობას პოლიტიკურ ძალებთან და გავაგზავნებ კიდევ იგივეს. ძალიან კარგი რომ მოწონებული არის. იმიტომ რომ მე ვფიქრობ ლოგიკურია, იცით, აი სხვანაირად მე ვერ ვხედავ რაღაც პოზიტიურ დღის წესრიგს. ანუ თქვენ შეხვდებით მაინც ოპოზიციას? რა თქმა უნდა, შეხვდები, რადგან დაინტერესდნენ შეხვდები. შესახალ ყოფილი პრეზიდენტი ეს არ გათავისუფლებს შენ იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც აღებული გაქვს საქართველოს ხალხის წინაშე და ეს პასუხისმგებლობა მინიმუმ ვფიქრობ რომ ავალდებულებს ყველას, რომ იყოს აკადემიური, თავშეკავებული, იყოს როგორც პრეზიდენტის ვალდებულებაა, რომ მან იზრუნოს სამოქალაქო მშვიდობაზე და არა საზოგადოების გახლეჩვაზე, მინიმუმ ეს არ გააკეთოს, რომ საზოგადოების გახლეჩვაზე იმუშაოს და რა თქმა უნდა ასეთი სახის მოწოდებები იმ ცოდნით რომ საქართველოს ხელისუფლებას მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა და ასეთი მოწოდებების გაკეთება ეს პირდაპირ მართული არის საზოგადოების გახლეჩისკენ და რადიკალიზაციისკენ და არ შევაფასებ, თუმცა მე მინდა იმედი მქონდეს რომ ყოფილი თანამდებობის პირები განსაკუთრებით ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურები ამ პასუხისმგებლობით მიუდგებიან ხოლმე საკუთარ განსაკუთრებას. ვადანელ არჩევნებზე საუბარი ეხლა თვლი რომ არის აბსოლუტურად არასწორი და პოლიტიკური სიბეცეც, იმიტომ რომ ეს არ შეუწყობს ხელს არც 12 პუნქტის შესრულებას,
და არც თუ ჩავხედავთ გათვლები რა შეიძლება იყოს ამასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ გვაქვს იგივე სისტემა, ჩემთვის არ არის გასაგები, რატომ უნდა მოვითხოვოთ ახლა რიგარიში არჩევნები. რიგარიში არჩევნები იქნება თუ არა, ამას განსაზღვრავს პოლიტიკური პროცესი და არა ჩვენი მოთხოვნა ან ამის ირგვლივ აქციები. დღეს მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს 12 პუნქტის შესრულება და აქ უნდა ვაიძულოთ ქართული ოცნება, რომ შესრულდეს 12 რეკომენდაცია იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი და გქონდეს შესაძლებლობა იმის, რომ ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები უკვე ასეთ ვითარებაში. საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს манипуляციაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის განმარტებით ირაკლი ღარიბაშვილმა მათი კვლევის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა და ამ манипуляციით შეეცადა გაემართლებინა საქართველოში დრაკონული რუსული კანონის მიღება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში გამჭვირვალობის კუთხით არაერთი პრობლემა კვლავაც ძალაში რჩება. ამასთან გაუარესებულია რიგი ეკონომიკური რეიტინგებიც. მათ შორის Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა. ეს მთავარი მიზეზიც დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა, კორუფციული რისკები და ფისკალური გამოწვევებია. ამ ინდექსში საქართველო დაბრუნდა 35 ადგილზე, ამაზე დაბლა ის ბოლოს 2004 წელს იყო. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით ჩვენ ვართ 35 ადგილზე, 11 წევრ ქვეყანას ვუწევთ ევროკავშირის და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ხაზგასასმელია, რომ მათ შორის მართლმსაჯულების ეფექტიანობის მხრივ ჩვენ საშუალო მსოფლიო მონაცემებზე უფრო მაღალი შედეგი გვაქვს და ასევე მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორშიც გვაქვს მსოფლიო საშუალო მაჩვენებებზე მაღალი მაჩვენებელი. ეს აჩვენებს ერთნაირად, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, როცა ვსაუბრობთ ინსტიტუციურ განვითარებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტები არის საკმაოდ ძლიერი, გამჭვირვალე და ეფექტიანი იმისთვის, რომ მართოს ეკონომიკური პროცესები. კორუფცია არის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ეკონომიკური პარამეტრების გაუარესება და დიახ, მიკერძოვებული სასამართლო ოლიგარქიული კლანის, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის მიერ უხეში ჩარევა სახელმწიფო სტრუქტურების გადაწყვეტილების მიღებაზე, უხეში ჩარევა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაზე, უხეში ჩარევა სხვადასხვა ეკონომიკურ პროცესებში ნეგატიურად აისახება სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო მონაცემებზე და ეს უშლის ხელს ქვეყანას როგორც ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე დემოკრატიული პროცესების ჩამოყალიბებაში. ერთ წლის მანძილზე საქართველოს რეიტინგმა 3 პუნქტით იკლო და სადაც პირდაპირ ამბობს Heritage Foundation, რომ ისინი არიან აღშფოთებული საქართველოში მზარდი ელიტური კორუფციითა და საჯარო ინსტიტუტების დასუსტების ტენდენციით. სინამდვილეში პროცესი არის აქეთ, ჩვენ ვხედავთ, რომ პროცესი არის გაუარესებისკენ აბსოლუტურად ყველა ინდექსში, ხოლო პრემიერ-მინისტრი ცდილობს, რომ манипуლირება მოახდინოს რიცხვების, რეიტინგების და საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, როგორც ადგილზე, ისე ქვეყნის გარეთ. უკვე დიდი ხანია საკმაოდ გვესმის, მათ შორის ბატონი ღარიბაშვილისგან, რომ ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკა დუხს. თუმცა რეალობა და სამწუხარო რეალობა იყო და არის ის, რომ ეს ამ 2 წლის განმავლობაში ასევე ორნიშნა ინფლაცია გვქონდა და ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება იყო უმძიმესი. რამაც განაპირობა უამრავი ჩვენი 10,000 ჩვენი მოქალაქის ქვეყნის გარეთ გასვლა იმისათვის, რომ თავი გადაერჩინათ და ოჯახები გადაერჩინათ. ის რაც ხდება დღეს ეკონომიკაში რეალურად და უნდა გვესმოდეს, რომ აქ არის მთავარი პოლიტიკური კორუფცია, აქ არის ყველაზე მთავარი ფუნქციონირებადი არადამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციები. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ისახება საერთაშორისო რეიტინგებში. გვაქვს გაუარესება, მნიშვნელოვანი გაუარესება, 9 პოზიციით დავქვეითით. მიმართულება გვაქვს ძალიან არასწორი და უკან მივდივართ. ყველაზე დიდი გაუარესება არის ფისკალური სტაბილურობის ნაწილში, იმიტომ რომ მაგ პერიოდში, ამ ბოლო პერიოდში სახელმწიფო ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი იყო გაზრდილი. ეს მეტნაკლებად ყველა ქვეყანაში ასე იქნებოდა, ანუ ყველა ქვეყანაში აბსოლუტურ რიცხვებში მაგმაჩვენებელში იქნებოდა გაუარესება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ შემთხვევაში ეს გაუარესება უფრო მეტად მოხდა ვიდრე სხვა ქვეყნებში. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გუბერნატორებისა და მუნიციპალიტეტების მერებისთვის 54 ახალი ავტომობილი შეიძინეს, რისთვისაც ჯამში 4 მილიონი ლარია დახარჯული. ახალი ავტომობილები, რომლის ერთეულის ღირებულება საშუალოდ 80,000 ლარს ცდება, ჩინოვნიკებს უკვე დაურიგეს. ნინო გიგაური არკვევს დეტალებს, სწორედ ის შემოგვიერთდება ეთერში. ნინო, თუ საუბრობენ ეს ჩინოსნები, რატომ გახდა საჭირო ახალი ავტომობილების შეძენა?
ჩვენ გვქონდა საშუალება რომ ჩაგვეწერა მაგალითად შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე და მიუხედავად იმისა რომ არაერთი კითხვა დავსვა მთავარმა არხმა მას რატომ დადგა იმის აუცილებლობა და საჭიროება რომ გუბერნიას ახალი ავტომობილი ყოლოდა მის თავს არიდებს კითხვებს და თვლის რომ საზოგადოების წინაშე არ არის ანგარიშვალდებული რომ მათ კითხვებს უპასუხოს და პრესსამსახურთან გვამის სამართებს 4 მილიონის ღირებულების 54 ახალი ძვირადღირებული ავტომობილი დაურიგდა გუშინდელი დღიდან სხვადასხვა გუბერნიასა და მუნიციპალიტეტს საუბარი არის Toyota Camry-ის ახალ მოდელებზე რომლის საშუალო ღირებულებაც დაახლოებით 80,000 ლარია და რით იყო რა აუცილებლობით იყო გამოწვეული ის რომ ეს ავტომობილები გადასცემოდათ მათ ამას ჩვენთან არავინ განმარტავს შეიძლება ითქვას ჯერ კიდევ 2022 წელს დეკემბრის თვეში გამოცხადა 10 ტენდერი და 10,088 ავტომობილი უნდა შეესყიდათ ამ ტენდერების მიხედვით და შემდეგ უკვე უნდა განაწილებულიყო ეს ავტომობილები და სწორედ ამ 10 ტენდერის ნაწილი არის ეს 54 ავტომობილიც უნდა ვთქვათ ისიც რომ ამ ავტომობილებს მთლიანად სახელმწიფო შეისყიდის ქართული ოცნების ყოფილი სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიისგან და კორუფციის მკვლევარები დღეს ამბობდნენ რომ სწორედ ამ ფორმით ტრიალებს ქართულ ოცნებასა და ქართული ოცნების მეგობარ კომპანიებს შორის ბიუჯეტის ფული ჩვენ ასევე ვესაუბრეთ იმ ადამიანებს რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში და რომელსაც აქვთ საკმაოდ მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ისინი მისულები იყვნენ მერიაში იმისათვის რომ თავისი პრობლემები გაეცნოთ მერისთვის თუმცა მათ მერიის შენობასთან დახვდათ ახალი ძვირადღირებული ავტომობილები თქვენ ხომ გუბერნატორის მოადგილე ბრძანდებით? მოვიცოდეთ გუბერნატორის. ანუ რა საჭიროება იყო ეს გვაინტერესებს ახალი მანქანის გადმოცემის ბატონო? გითხოთ პრესენს და ამ გაგცემენ ამოწურო პასუხს. ძველი მანქანა თუ მდგომარეობაში იყო? შეგიძლიათ გითხოთ პრესენს და გაგცემენ. თქვენ რა საკეთებთ ბატონო აბიკო თანამდებობის პირი ბრძანდებით? პრეს-ცენტრი დანიშნეთ მას თქვენს ადგილას. მე უნდა გაგცემ თქვენ პასუხს. რატო არ უნდა გამცემთ? მე როგორ უნდა გაგცემ თქვენ პასუხს? ჩინავნიკი ბრძანდებით ბატონო აბიკო. რაზე მანქანაზე? 80,000 ლარიანი მანქანა რო გადმოეცა გუბერნიას არ უნდა გამცეთ პასუხი რა საჭიროება მოიწყო? ურთიერთობა პრეს-ცენტრის საქმე არ არის? ის ავტომობილი რომელიც გადმოეცა სახელმწიფო რწმუნებულს არის ეკონომიური ავტომობილი ნაკლები საწვავი იქნება თავისთავად მოხმარებისთვის საჭირო ადრე არსებული ავტომობილი იყო უკვე მოძველებული ჩვენი ავტოპარკი იყო წლების წინ შეძენილი და ამიტომაც სახელმწიფომ გადმოსცა გუბერნატორს ეს ავტომობილი თქვენ იცით რომ კომუნიკაცია ხშირია მოქალაქეებთან უწევს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჩასვლა და ამდენად საჭირო იყო ეს ავტომობილი და ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. იმერეთის გუბერნატორმა იყიდა ეს მანქანა. ეს მაშინა? ბიუჯეტი მაგენმა შეჯამა. და რა უნდა მიცეს ყავს დარჩება თოხრათა მუდრეგად ხوارგონიათ საფლავშიძე იღებენ იმას არავინ ჩააღოლებს იქანა არავინ ბატონო არავინ ჩააღოლებს იმ კონებას დარჩება თოხრათა მუდრეგად ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობ არა გვაქვს გაზი შემოყვანილი წყალი ჩამეინგრა ჭერი მეხუთე მეოთხე სართული გასწორებულია იმასან იყო გააკეთეს მაგრამ არასწორადაა გაკეთებული წყალი ჩამოგდის ოთახებში და კედელი განგრეულია ასე აქ თანხა და შეიძინა არ მაგ და ვერ ვიძენ საჭმელის ფული არ მაგ დაუშვათ მიუხედავად იმისა, რომ რეგიონების უმეტესობაში მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, გუბერნატორები და მერები, მუნიციპალიტეტის მერები მუდმივად ახერხებენ, რომ ყოველწლიურად შეცვალონ ავტოპარკი და გადაადგილდნენ ძვირადღირებული ავტომობილებით. მადლობ, ეს ნინო გიგაური იყო. პანკისის ხეობაში სოფელ დუისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. ხეობის მცხოვრები ქალი უკვე მესამე დღეა ქუთაისის აეროპორტში ყავთ გაჩერებული და შვილებთან ერთად ქვეყანაში შემოსვლის საშუალებას არ აძლევენ. პანკისის მოსახლეობა დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობს და საზღვარზე გაჩერებული ოჯახისთვის შექმნილი ბარიერების დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვს. Знаете, в прошлый раз я приезжала в Грузию.
ეს პირველი შემთხვევა არ არის. სექტემბერშიც იგივე შემემთხვა. საქართველოში ჩამოსვლის დროს აეროპორტში გამაჩერეს. 3 დღე ვიყავი აეროპორტში. ტელეფონი ჩამომართვეს და მითხრეს, რომ აქედან დარეკვა არ შეიძლებოდა. მე შენია ახლაც არ ჩამომართვან. პატარა ოთახში ვიყავით მე და ჩემი შვილი. ახლაც არაფერს მეუბნებიან, მე და ჩემი შვილი 3 დღეა აეროპორტში ვართ. პასპორტები ჩამომართვეს. ვერ გავიგე, საქართველოში აღარ უნდა ჩამოვიდე. მკითხე, რატომ არ მიშვებდნენ, თუმცა არ მიპასუხეს. მითხრეს, რომ ფრენა 18 რიცხვშია და შემიძლია უკან გავფრინდე. ფრანგული პასპორტი მაქვს, არაფერს მიხსნიან. ჩემი ქმარი აქ ცხოვრობს, რამდენიმე თვეს საქართველოში ვატარებდი. მსგავსი პრობლემები წლების წინ არ მქონია, უპრობლემოდ მიშვებდნენ. 23 წლის ახალგაზრდა პანკისის მაცხოვრებელი, მცირეწლოვან შვილთან ერთად 3 დღეა ქუთაისის აეროპორტში არის გაჩერებული, რომელიც ელოდებიან ან უკან გასაბრუნებელ რეისს და კიდე 3 დღე უნდა ელოდოს, რომ უკან გააბრუნონ. ეს პრობლემა დღეს არ დაწყებულა, რა თქმა უნდა. კონკრეტულ მიზეზებს არ გვეუბნებიან. ზოგადი რაღაცა ქაღალდი არის ეროვნული უსაფრთხოების მიზნით აღარ გიშვებთო ქვეყანაშიო და ამ ზოგადი მიზეზით აბრუნებენ ყველას. დასაბუთებული მიზეზები არ არსებობს. მიუმართა მთავრობას, ყურად აიღოს ეს საკითხი და არ მოიქცნენ უსამართლოდ მოსახლეობას. ეს არის პირდაპირ ამ ქისტებზე, ასე ვთქვათ, ქისტების შევიწროება, ადამიანის უფლებების დარღვევა, რასაც ჩვენ ბევრს საუბრობთ, მაგრამ ხელისუფლება ამას ყურად არ იღებს. ჩვენ მოვითხოვთ ის ადამიანი შემოუშვან თავის შვილთან ერთად და შემდგომში ეს ამ ყველაფერს წერტილი დაუსვან. საკმარისია კმარა უკვე ამ ადამიანების გაწამება. ეს პირველი შემთხვევა არ არის ასეთი დისკრიმინაციული მიდგომისა ხელისუფლების კერძოდ პანკისელების მიმართ, ქისტების მიმართ. ჩვენ რამდენჯერმე მიუმართეთ ხელისუფლებასაც, საერთოდ ყველანაირად ვცდილობდით, რომ ეს საკითხი მოგვეგვარებინა, მაგრამ ნოლი ყურადღება. თავისთავად ცხადია, ძალიან შემაშფოთებელი, ძალიან გულნაკლული ვართ, იმით რომ ასეთი მიდგომა გამოიჩინეს ამ გამშვებ პუნქტებზე. პოლონეთი ომში მყოფ უკრაინას 4 ცალ MiG-29 ტიპის ავიაგამანადგურებელს გაუგზავნის. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ოფიციალური კიევი თვითმფრინავებს უახლოეს დღეებში მიიღებს. მსგავსი დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ პოლონეთს საბჭოთა წარმოების, მაგრამ ნატოს სტანდარტებამდე მოდიფიცირებული MiG-29-ები ჰყავს საბრძოლო ფლოტში. უკრაინელი მფრინავებისთვის კი ეს საფრენი აპარატი კარგად არის ნაცნობი და უმოკლესი დროში ძალიან მალე შეეძლებათ აღნიშნული თვითმფრინავებით საბრძოლო გაფრენების განხორციელება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინა პარტნიორებისგან საბრძოლო თვითმფრინავებს მიიღებს. უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემას ითხოვენ ამერიკის კონგრესშიც. ამ შემთხვევაში კი საუბარია F-16 ტიპის გამანადგურებლებზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც რუსული მოიერიშის მიერ შესრულებულ სახიფათო მანევრს ასახავს. ამ მანევრის შედეგად უპილოტო საფრენმა აპარატმა კურსი დაკარგა და შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში ჩაეშვა. თურქეთი ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამის შეჩენილი, რომელმაც უნდა თქვას, ეთანხმება თუ არა ფინეთის და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გააუშვა. ფხენიანმა ეს სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერთა შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. რაკეტა ფხენიანიდან დაიძრა და დაახლოებით 70 წუთის განმავლობაში იფრინა. აღსანიშნავია, რომ ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბოლო 1 კვირის განმავლობაში გაშვებული მეოთხე რაკეტაა. თურქეთის ქალაქი შანლიურფაკი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ახლა უკვე წყალდიდობას ებრძვის. ძლიერი წვიმის შემდეგ ქალაქში ძლიერი ღვარცოფი მოვარდა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. სტიქიამ საცხოვრებელი სახლების მეორე სართულებამდე მიაღწია. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ისტორიულ და ტურისტულ ზონებს, მათ შორის ბალიქლი-გიოლის, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია ჰქონდა. წყალდიდობის შემდეგ შანლიურფაში 16 ადამიანი დაიღუპა. 5 დაკარგულს კი ამ დრომდე ტალახით დაფარულ ქალაქში ეწევენ. Şurası
წვიმა დაიწყო და ვერც წარმოვიდგენდით, რომ ასე უცებ წყალდიდობა დაიწყებოდა. მდინარეები წყლის დონეზე ძალიან სწრაფად მატულობდა. წამებში ღვარცოფი მოვარდა და სახლების მეორე სართულიც კი დაიტბორა. მეც მოვყვევი წყალდიდობაში, მაგრამ თოქს ვეჭიდე და გადავრჩი. მადლობა უფალს, რომ მაშველები მოვიდნენ და გამომიყვანეს. საშინელება იყო, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ბოლო 30 წელია ასეთი რამ არ მომხდარა ამ რეგიონში. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის საღამოს 9 საათზე თქვენ წინ გელით მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ეკი დაგემშვიდობებით, ნახვამდის.